Քանի სახელი გოგონა? ლიკა? აი ეს გოგო ეხლა ვარ მე მტვარზე. ეს გოგო 10 წელიწადია ჩამოსულია აქ ისრაელში. სამუშაოდ რომ ლუკმაპურის ფული გაუგზავნოს თავის ოჯახს და თავის შვილებს. ღმერთმა წარმატება მისცეს და მარტო იმიტომ დავინტერესდა ამ გოგონათი რომ ისეთი მადლობელია ამ ჩვენი ქვეყნის და ყველაფერს ვაფასებდა. 1-2 სიტყვა როგორც რომელია ცუდი თქვა ამ ქვეყანაზე, როცა მე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი დიდი პრობლემა მოვიგვარე. საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მეშინია, იმიტომ რომ არა ვარ იმ ქვეყანაში დაცული და რომელ სამსახურზე და რომელ დრამეზეა ლაპარაკი და მე პირადად ისეთი მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რომ გაიხარ. მთელი ცხოვრება რომ მეოცნება, ალბათ ვერავიხდენდი იმოცნებას ქვეყნით მოვიგვარე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კარგი გოგონა ჩანხართ და წარმატებებს გისურვებ. მუშაობა არ ეზარება, ყველა შეუძლია მართალი ხარ. შენი კარგი ფიქრები. ღმერთმა ხარხაბარია ჯანმრთელობა აგისროლოს ღმერთმა. და რაც ოცნებები ღმერთმა შეგისურვოს. შენისთანა კარგ ადამიანებს. ბევრი თქვენისთანაც არ მჯერობს. ბევრი ძალიან ცუდად გვიხსენებს, ძალიან ცუდად. როგორ შემიძლია მოვიბრუნო ენა ცუდად, როცა TikTok-ზე როზიანის ნიფხვიანი ჭორიკანა კაცები და ურიებს რო გვიზახიან და ნეტა ერთი რამით რაღაცას გძობდნენ ურიებს ან 1%-ში თუ მოგვიდგებიან რამეში და განანდა ამ პენსიაზე ევროპის პენსიაზე რომ აცხოვრობენ და ზიანდად ერთობიან იმაზე და 24 საათი ჩვენ ქვეყანას განძრევა ეზარება ხო 24 საათი ჩვენ ქვეყანას რაძღავენ ჩვენ წევლიან და გჭორობენ და აი შენ გაიხარე და სიმართლე თქვი მე ამას გავაზიარებ რომ აი ბევრი არიან ესეთი უმადურები აქ ჩამოსულები აქედან არჩენენ ოჯახებს ყველაფერი და ერთ სიტყვას არ მიწერენ იმ არამზადებს ერთ სიტყვას არ მიწერენ რატო იზახით ამდენ ტყუილებს თუ არ მოსწონთ მე ჩამოვიდე 10 წელიწადია შვილო აქ ცხოვრობ შენ დაგინახია რომ ჩვენი ჯარისკაცები ბავშვებს ხოსამენ? აქ ბავშვებს ხოსამენ? კარგად იცი რას გადავდივართ და ამომში რა პრობლემებს გავდივართ ყველა. მაგრამ აი ეს ურჯულოები როზიან, ხო და იქ რო ჭორაობენ მოცლილები, უსაქმურები, არაფრის მაქნისები, აი ეგ მიდოდა და გაიხარე. წარმატებებს გესურვებ. და ჯანმრთელობა. გაიხაროთ, მადლობთ.